Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას და ვაჟა მაშანეიშვილთან ერთად შემოგიერთით, რომელიც პირველად მონაწილეობს გადაცემაში. იმედია, ბევრი საინტერესო სიახლით თუ ამბებით ისევ გვეწევა, მივესალმები მას და მადლობას გადაუხდი, რომ დრო იპოვა და გვეწვია. ვაჟა, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, მოგესალმებით პროექტში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. განწყობა როგორია? შვენიერი გადასარევი. ძალიან კარგი. პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რომ გუშინ გავაკადნიერდი და ცოტა გვიან შეგეხმიანე და ისე პასუხისმგებლო გამოვავლინე, გვიპასუხე და დრო იპოვე ესე უმალვე და გვეწვია, მადლობა ამისთვის. მოკლედ გაგიცნოთ, ხო? შეიძლება ვთქვათ, სრულიად სოციალურ ქსელმა ტელევიზიებს აღარ გავმახვილებ ყურადღებას, იმდენად გადართული ვარ სოციალურ ქსელში და სოციალურ მედიაში, რომ ალბათ ხმის მიწვნა ამ პლატფორმით უფრო არის შესაძლებელი. მაგრამ მე ვეცდები, რომ რაღაც სხვა კუთხითაც წარმოვაჩინოთ თქვენი პერსონა, გარდა იმისა, რომ ამ გასაოცარ საქმე შეიჭიდე და ამასაკში 19 წლის ხარ, ხო? 19 წლის. კი, შეისწავლე ვეფხისტყაოსანის ეპირატო. ხუმრობა საქმე არ არის ახლა რომ დაფიქრდე, შეიძლება იოლ ვერ ჭყერდეს. მოდი, გაგვეცანი ვინ ხარ? მოგეთ მე ვარ ვაჟა მაშანეიშვილი. 19 წლის ბაღდადის რაიონის სოფელი წყალთაშუადან. რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, ძალიან ნაადრევ ასაკში დავიწყე ამ ყველაფრის სწავლა. რამდენი წლის იყავი? მესამე კლასში გახდით, როდესაც მესამე კლასში გახდით, როდესაც ამ პოემის შესწავლა დავიწყე და ისტორია რომ მოგიყვეთ, მოკლედ ეს არის ჩემი სკოლის დირექტორმა მაჩუკა ვეფხისტყაოსნის წიგნი. გაგეცინებოდა და თავიდან ყდამ უმეზონა და დამაინტერესა. მესამე კლასის მოსწავლე ხარ და რატომ უნდა გაგინაწყენდი? ბავშვებს უკვე ნახატიან წიგნები უაინტერესებს მაგ პერიოდში და ეს პროგრამა იმიზიდა და როდესაც კითხულობდი და მარტივად ვიმახსოვრებდი. და როდის შეამჩნია ეს? აი მარტივად დაიმახსოვრე. თავად მიხვდი თუ უბრალოდ ოჯახში? აი დაწყებიდანვე უკვე რომ ვიზეპირებდი და შემდეგ ჩემ მშობელს უყვებოდი და აი თითქმის შეუცვლელად ყვებოდი, სადღაც 1-2 ჯერ წაკითხულს უკვე და აქედან მე მივხვდი რომ შემეძლო დაზებირება და ამის ნიჭი მქონდა. და როდესაც მესამე კლასში დავიწყე და როდესაც გადავხედე და მარტივად დავიზეპირე 100 სტროფს როცა ავედი, ისე შემეძლო აი ციფრებითაც კი მომეყოლა. აქ ადამიანს რო ეთქვა რომ 78 სტროფი მომიყევი, ჩვეულებრივად მოყვებოდი, მაგრამ დღესაც შეგიძლია იგივე რომ გითხო ახლა და გადავამოწმო არა. დარჩა ეგ ბავშვობაში. მე ხა 1600 სტროფს ფლობ, იმიტომ რომ სხვა გამოცემებში სხვადასხვაგვარად არის ეს თავები და სტროფები სხვა რაოდენობითაა და უბრალოდ 1600-ში უკვე რთულია, მაგრამ მაქვს მიზნად ასახული, რომ ეგეც გავაკეთო და ციფრებით ვისწავლო 1610-ვე სტროფი. კარგი, ვაჟა, მოდი დავიწყოთ ახლა. დირექტორმა მეჩუქავ ვეფხისტყაოსანი. რატო დაიმსახურე? ანუ რაიმე კარგად მოიქეცი, რაღაც პროექტში მიიღე მონაწილეობა, კარგი მოსწავლე იყავი თუ რატომ გაჩუქა ესე? კი, ბავშვობიდან კარგი მოსწავლე გახდით. სკოლაც ოქროს მედალზე დავასრულე 10-ზე. და წიგნების კითხვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ჩვენი საგანძური პოემა მაჩუქა ჩვენმა დირექტორმა და აქედან დამაინტერესა როგორც აღნიშნე უკვე. კარგი, რომ რა დირექტორის საჩუქარი შეიძლება ვერ გადაყროდი ვეფხისტყაოსანს? როგორ ფიქრობ? დიდი ალბათობით ეგრე ვფიქრობ, რომ ეს ღმერთისგან მოვლენი საჩუქარი იყო და ღმერთმა მომლინდა ეს წიგნი და იცოდა რომ ამისთვის ვიყავი მე შექმნილი. კარგით, მესამე კლასიდან როდის დაასრულე? რამდენი წელი გავიდა? ჯამში რამდენი წელი? 6 წელი ვსწავლობდი მე ამ პოემას იმის გამო, რომ როგორც აღნიშნე, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და რო გაკვეთილებს არ ჩამორჩენილი ყავი, ასე რომ ვთქვათ, მაგის გამო შაბათ-კვირას ვსწავლობდი ხოლმე მხოლოდ 2 სტროფს. და 6 წელი მომანდოვე მესამე კლასში დავიწყე და მე-10 კლასის დასასრულს დავასრულე. კარგით, ბავშვებს გართობა სჭირდება, თამაში სჭირდება, რა ვიცი. 1000 გვარი სიცალქე სჭირდება. ანუ სრული ეს თავისუფალი დრო განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ვეფხისტყაოსნის შესასწავლად თუ სხვა დროს არაფერს არ უთმობდი? როგორ არა, ფლად ეგრეც არ იყო, ხო? ფლად მასე არ იყო, მაგრამ უმეტეს დროს მაინც ვეფხისტყაოსს უთმობდი, თუმცა თამაშის დროს ვიტოვებდი დროს, ახლა ბავშვის გული და ბავშვის ხალისი მაინც სხვა და მეგობრები რომ ეძახდნენ, ახლა გამოდი გარეთ ვითამაშოთ თუ არა? ხო, ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, ასე ვთქვათ, შემთხვევაში. გაბრკოლებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, ხო? კარგი, როგორ ერთობოდი ბავშვობაში? სოფელში როგორ აი ფეხბურთი, დამალობანა და კლასობანა და როგორ იხსენებ ამ ლაღ პერიოდს? როგორც ყველა უფროსი მეც ახლა ვოცნებ უფრო ნეტავ კიდე ბავშვობაში დამაბრუნდა და ეს პერიოდი კიდევ ერთხელ გამატარა. ფეხბურთს კარგად თამაშობდი თუ ეს სამოყვარულო? ფეხბურთი თამაში არ გამომდიოდა, მე უფრო ეს კლასობანა და თამაში უფრო გამომდიოდა ვიდრე თამაში. ვაჟა, ანუ ოქროს დიპლომზე დავასრულე სკოლა. და კარგი მოსწავლეც იყავი, ლოგიკურად ეს ამას ნიშნავს. რა პროფესია აირჩია ჯამურად რომ? ავირჩიე ქართული ფილოლოგია, ვსწავლობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იმიტომ რომ ჩემი სწავლობდი თუ სწავლობდი? ვსწავლობდი, შემდეგ აკადემიური სტატუსი ავიღე რაღაც ოჯახური პრობლემების გამო და
ეგ არის ყველაზე დიდი ჩემი პრობლემა ხარ რომ დაფინა მე გრანტით მოვხდი ამ ფაკულტეტზე მაგრამ აკადემიურ სტატუსს რო ავიღე აღარ შემიძლია უკვე რომ აღვადგინო ეს დაფინანსება და მეცოს გადახდა რის გამოც ახლა საზღვარგარეთული გვაქვს ამჟამად ვსწავლობ საბიბლიოთეკო საქმეზე პროფესიულ სასწავლებელში ისევ გასაგებია რომ გავიცანი ბატონი მერაკვიცარიძე და აქ თუ შეიძლება მადლობას მოვხდი პირდაპირ ეთერში ხადია შეგიძლია რომ მისი დამსახურებაა რომ მე ვახდენ ამის რეალიზებას ჩემი წონდის რეალიზებას იმიტომ რომ ახლა სიმართლე ვთქვა აი ჩემ თავში ვიყავ ჩემთვის ვიცოდი ეს ვეფხისტყაოსანის და ბატონ მერავს გავიცნობდი გადაიკვეთეთ ბატონ მერავს და რა გირჩია მაგალითად ესე იგი როგორ მოხდა ეს ყველაფერი როგორც აღნიშნე საბიბლიოთეკო საქმეზე ვსწავლობდი ვსწავლობ პროფესორად და იქ გავიცანი ერთი ქალბატონი ნანული წვედიანი რომელმაც მიკითხოთ ძვირფასი ქალბატონი როდესაც გაიგო ვეფხისტყაოსანი ვიცოდი გაოცდა ეს ქალბატონი და იმ წუთში აი ამ ადამიანს უნდა დაგაკავშირო და შემდეგ მოხდა მე და ბატონი მერავის შეხვედრა და ასე გადავიკვეთეთ მან შემდეგ ტელეკომპანია რიონში დამპატიჟა და ეს აქ ხარ ჩვენთან ხო? რომ მისი დამსახურება რა ხა აქში ვარ მე. კარგით. ერთი შეხედვით, ანუ რა მანიშნებელი იყო ის, რომ აი მაგალითად წაიკითხე, ხო? უშუალოდ დაზეპირებას იწევდა თქვენში თუ ჯერ იაზრებდი თქვათ რა სწავლობდი და შემდეგ აქცევ ყურადღებას რომ მეთოდი რა არის ვეფხისტყაოსნის დაზეპირება თუ დაჭრეს ანუ იცოდე ზეპირად მოდი ასე ვთქვათ მე დაზეპირება ერთია და იაზრებდი რას კითხულობ და რა იცი ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ანუ მე ჩემი მეთოდი მქონდა ესე იგი ასე ვიყავი რომ ერთ სტრიქონს წავიკითხავდი შემდეგ ხმამაღლა გავიმეორებდი ჩემ თავში რამდენიმეჯერ და ასე ვამბობდი მაგრამ რა თქმა უნდა აი ესეთი რაღაცა მქონდა რომ როდესაც ვკითხულობდი აი ჩემ გონებაში ტრიალებს ის სიუჟეტები და სიტუაციები რა ხდებოდა იმ დროს და ფილმის გადაღებას ხო არ გეგმავწლები რო გაივლის რა მინდო და ფილმი არა მაგრამ ყოველთვის მქონდა ოცნება რომ ვიდეო თამაში შევექმნა ვეფხისტყაოსნიაზე აი ბავშვობიდან ოცნება და აუცილებლად ავახდენ მაგ ოცნებას დარწმუნებული ვარ ანუ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა არა ბავშვობიდან აი როგორც კი დავიწყე მაგ პოემის სწავლა ხა ბავშვობაში თამაშობდი კომპიუტერში როგორც ახლა რა თქმა უნდა და მინდა რომ ბავშვობიდან აი როგორც კი დავიწყე იქიდან მოყოლებული მინდა რომ ეს გავაკეთო წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ მოგწონს თუ ვისაც არ მოსწონს ან მოსწონს 21 საუკუნეა ციფრული ხანა და შესაბამისად ფეხი უნდა აუწყო წინ ამ შემთხვევაში ისე გაგვიჭირდება. კარგი, ჩვენ გვსვენიათ სკოლებში, ასევე ოჯახებში და უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან რომ ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი საგანძური. მაგრამ საინტერესოა მთავარი გზავნილი რა მოიკითხეთ თქვენ და აი თქვენი მტკიცებულებები რომ მითხრათ რატო არის ვეფხისტყაოსანის საგანძური. აი თანატოლებს რომ გითხრათ, მე მითხრათ თუნდაც თქვენი ნარკვევი და ნაზრევი. ჩემთვის და ალბათ ბევრი ქართველისთვისაც ვეფხისტყაოსანი არის მეორე ბიბლია. იმიტომ რომ არ არსებობს თემა, რომელზეც ჩვენთა რუსთავის საუბარი არ აქვს ამ პოემაში. მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, და სხვა აი თუნდაც სიძლიერე, ვაჟკაცობა, ან როგორ უნდა იყოს თქვა ქალი. და ასე შემდეგ არის ყველაფერზე ნასაუბრები აქვს და თუ რაიმეზე კითხვა გვაქვს, შეგვიძლია მივიდეთ ვეფხისტყაოსანსა და ამ კითხვაზე პასუხს მივიღოთ აუცილებლად და ავაშ თემამერწმუნოთ. ხო, მაგრამ გულდას მithonda წავიკითხოთ, ისე არ არის პასუხი რომ მივიღოთ. კი ბატონო, ეგ რა თქმა უნდა გულდასთან წავიკითხოთ, რომ გავიაზროთ და მივხვდეთ, თუნდაც აი ერთ-ერთი ჩემს საყვარელ გეტყვით და ამაზე აი სულ ვიძახი ყველგან სადაც საშუალება მაქვს, რომ ეს სტროფი არის ერთ-ერთი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს. ეს არის ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერ საკლდოვანი, მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი, ბოლოდ შეყარნეს მიწამან, ერთგან მოყმედა მხრცოვანი, ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილის სახელოვანი. ეს უნდა გავიაზროთ, რომ შეიძლება ხვალ აღარ ვიყოთ და სიცოცხლეს უნდა გქონდეს ჩვენ სიცოცხლის ფასი. კი ბატონო, ყოველდღე კარგი საქმეები უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ არ ვიცით რა გველის. ხო, არ ვიცით. ხვალინდა თქოს არა, შეიძლება 2 საათის მერე რა, მაგრამ მაგას ფიქრიც ალბათ თქვენთვის მით უფრო ნაადრევია და დათქვას გამოიწვევს. ჯობს იმ კომპიუტერულ თამაშებზე იფიქრო, სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ კუთხით ახალგაზრდა თაობაში ინტერესს გამოიწვევს, ხო? ალბათ არის მეთოდები, იმიტომ რომ თქვენ ინტერესი გაქვთ და ნიჭი გქონდათ რომ გესწავლოთ, მაგრამ ჩემს ირგვლივ და ხშირად მეც რომ გავიხსენე ხა ჩემი სასკოლო პერიოდი და მეუბნებოდ რომ და დამეზეპირებინა ეს იური არ იყო, ხო? როცა გავალდებულებად რომ რაღაც დაიზეპირო და სხვა საგნებსაც უნდა გადახედო იქვე. ცოტა რთულია. ამიტომ მასწავლებელს რას ურჩევთ? აი თავს თუ მისცემ უფლებას, რა მეთოდით უნდა შეაყვარონ მოსწავლეებს ვეფხისტყაოსანი? აი ზუსტად სწორად აღნიშნეთ, მეც ეგრე ვიყავი სკოლაში, ეს იმართლა გითხრათ, კი ვეფხისტყაოსანს ვიზეპირებდი ამ ხელა პოემას, მაგრამ თუნდაც წიგნები რო ავიღოთ, აი წიგნის წაკითხვა ვინმე რომ ეტყოდა, რომ აი ეს წიგნი ამან და ამ დროს უნდა წაიკითხო, აი ფიზიკურად არ შემეძლო. ჩემთვის რო დამждარიყავი და რაღაც წიგნი ამეღო, ამას წავიკითხავდი, შეიძლება ერთ დღეში წამეკითხა სადღაც 300 გვერდიანი წიგნი, მაგრამ 20 გვერდიანი წიგნი ვერ წამეკითხა ორ თვეში. იმიტომ რომ ვადებს ხვები როცა ხო, აი როცა ვალდებული ხარ, უფრო ცოტა რთულია და მასწავლებლებს იმას ურჩევ, რომ თან დავალდებულება არ გვინდა და ისე ბავშვებს შევაყვაროთ. მე მყავდა ეგრეთი მასწავლებელი, რომელიც აი
რას აღარ იგონებდა ასე ვთქვათ, რომ ჩვენთვის მოეტანა მასალა არა თუ წიგნით აი ასე უნდა ისწავლოთ და მომიყვეთ, არამედ რაღაცა თქვა თამაშებდა, რაღაცა ქვიზებს გვიკეთებდა ასე ვთქვათ და უფრო სწავლობდით ამ საგანს ბავშვები ვიდრე სხვა საგანებს. კი, ანუ დღეს სკოლებში ალბათ მსგავსი ტიპის გამოცდილებებიც ნელ-ნელა ინერგება, როცა რაღაც სიმკაცრესთან ერთად ეს სიმკაცრეც ალბათ ზომიერი უნდა იყოს და სამართლიანი, რაღაც სხვადასხვა აქტივობებით უფრო სასიამოვნო გახდეს საგაკვეთილო პროცესი. რამდენად მიესალმებით თქვენ? კი, ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფერს და როგორც არის და ის ანუ ყველაფერს თავისი საზღვარი უნდა კონდეს. იმიტომ რომ სიმკაცრეც აუცილებელია, მე თუ გითხოთ, იმიტომ რომ ბავშვი რომ რაღაცა მართლა თავის ჭკუაზე მიუშვა, ასე რომ ვთქვათ, არ მოგვიტანს კარგ შედეგს. სიმკაცრე ყველაფერი გართობა, ყველაფერი უნდა იყოს თავის ზომაზე და ძალიან მოხარული იქნება თუ სკოლებში ეს დაინერგება. ცელქი მოსწავლე იყავი ისე? არა. არა, საერთოდ არ. ცელქი მოსწავლე არ ყოფილი ვარ, ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი. და ყველას შექებას მსახურებდი ამის გამო. ვაჟა, დაუბრუნდეთ დიდებულ ვეფხისტყაოსანს, რომელი გმირი მოგწონთ ყველაზე მეტად, ან რომელი იწვევს თქვენში რაღაც პროტესტს და მის ბედიღბელს სხვაგვარად წარმართავდი? ანუ გმირი ყველა მომწონს, ყველას თავისი დადებითი აქვს და ყველას თავისი უარყოფითი აქვს, მაგრამ გამორჩეულად მაინც სტარიელი არის ჩემი სამგვარელი გმირი. აი, იმიტომ რომ მეგობრობის, სიყვარულის, ვაჟკაცობის განსახიერება ელემენტარული რომ ავიღოთ, მიჯნურის გამო არ მიაგახოცა, დახოცა მარტო და თუნდაც მეგობრობა რომ ავიღოთ, ავთანდილთან მეგობრობა ფრიდონს დაეხმარა რომ მისი ბიძაშვილები რომლებიც ართმევდნენ თავის მიწას ისინი დაემარცხებინა და ასმათან ერთად ის ერთგულ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ეხმარებოდა მისი მიჯნურის პოვნაში. თავად თუ ხარ გამიჯნურებული? სამწუხაროდ არა. მოიცავი, ვითარცა თქვენი საყვარელი პერსონაჟი, რომ რაიმე დასაჭირო იყოს? რა თქმა უნდა. აი მე ზოგადად არილი იმიტომ მომწონს რომ და ვცდილობ ხოლმე რომ აი მისი ცხოვრება დავნერგო ჩემს ცხოვრებაში ასე რომ ვთქვათ. ბევრჯერ ქონია მომენტი რომ აი რაღაცა მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და თუნდაც არა მარტო ვეფხისტყაოსთან რაღაც ფილმი ან წიგნი რომელიც მომწონს, აი დავფიქრებ რომ ვთქვათ ის პერსონაჟი როგორ მოიქცეოდა. ვთქვათ ტარიელი აქ რას იზამდა, ავთანდილი აქ რას იზამდა და ვცდილობ ხოლმე რომ ვეფხისტყაოსანის სწავლებები და მაგალითები ჩემს ცხოვრებაში დავნერგო და მართლაც აი მარტო დაზეპირება არ გამომივიდეს და რაც წერია ის გავიაზრო და გადმოვიდანო ჩემს პირად ცხოვრებაში. კი. კარგი, ერთი არის ვისწავლეთო, დავიზეპირეთო, შეგვიძლია წავიკითხო და აქაო და იქ, მაგრამ თუ უბრუნდები მაინც და თავიდან კითხულობ და რაღაცეები თუ ახლებურად აღმოგიჩენია დრო რო გადის, რაღაც გარკვეული თვეების შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ანუ მე ორი მიზეზი მაქვს, მაგის გამო ერთი არის ის, რომ აი როგორც აღნიშნე მესამე კლასში დავიწყე მე ამ პოემის სწავლა და ბავშვობაში ნასწავლე ზოგი სტროფი დავიწყებული მაქვს. რის გამოც აი ჩემ პირად გადაღებებს ვაწარმოებ, ჩემს Facebook ვერზე ვდებ ამ გადაღებებს და რითაც პოპულარს ხდი ჩემ თავს ვეფხისტყაოსანს და ამავდროულად ვიმეორებ ნასწავლ მასალას, ასე რომ ვთქვათ. და კი, აი ზუსტად ეგრეა. ყველა მაინც რო გადაიკითხოს ამდენჯერმე ყველა იმას დამეთანხმება, რომ ახალ რაღაცებს ვგებულობ ყოველ წაკითხვაზე. აი ერთი სტრიქონი თუნდაც იმ წუთში რო წაიკითხო ხელმეორედ კიდევ ახალ რაღაცას აღმოაჩენ და რამდენჯერაც უნდა წავიკითხოთ, სულ ახალ რაღაცებს აღმოაჩენთ თითოეულ სტრიქონში და თითოეულ სიტყვაში. ეს מחარებს რომ აი თუ ქონია მოსწავლე ამიტოა დიდი. გასწავლის ბევრ რაღაცას. კარგი, თუ ქონია მსგავსი ტიპის შეხვედრა თუნდაც თანატოლებთან ან უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, როცა შეგიძლიათ დაასხდეთ, შემოიკრიბოთ ირგვლივ, ვისაუბროთ ვეფხისტყაოსანზე და ერთმანეთს თქვენი გამოცდილებები გაუზიაროთ. თანატოლებთან სიმართლე გითხრათ არა. იმიტომ რომ ჩემ თანატოლებს რაღაცა აინტერესებთ, ვიდრე ვეფხისტყაოსანი, ერთადერთი რომ მგონი ის ვეფხისტყაოსანს საუბარი უნდა ჩემ თანატოლებში. მაგრამ უფროს ხალხთან აი შემიძლია გავიხსენო 2016 წელს იყო ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მივიღე. თუმცა მან მხოლოდ 500-600 სტროფი ვიცოდი და მოსწავლეებში გამიყვანეს, სადაც პირველი ადგილი დავიკავე, რა თქმა უნდა, და ხელდამშვენებული წამოვედი იქედან. თუმცა გავიცანი ის ადამიანები, ვინც ზეპირად იცის, ეს ჩვენი საამაყო პოემა, მაგალითად 6-ის ჩემპიონი არის ქალბატონი ანრო ცირეგიძე, პოპჯანიდან, მოვიკითხო მას და უყურეთ ახლა გადაცემას. და აი მათ უფრო საუბრობდი, უფრო თაობასთან არის მაგას საუბარი. ახლა ხანთაობაზე უფრო ტელეფონი, გაჯეტები და ეგეთ რამე. ამიტომ თამაში უნდა შექმნა. ხო, აი მაგიტომ მინდა რომ დღეს თუ გინდა რამე ვიღაცას მივაწოდოთ, უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და ეს კომპიუტერი და გაჯეტები, იმიტომ რომ თითქმის არა მარტო უმცროს თაობა, უფროს თაობაც უკვე მაგაზია გადასული და ინფორმაციას აი ტელევიზორს იშვიათად უყურებთ ადამიანი, ახლა მე არ ხვდება ესეთი რამე, რომელიც აი ტელევიზორს უზის, ასე რომ ვთქვათ და უფრო პოლიტიკაში უჯერებს და უფრო სოციალურ ქსელებში უყურებენ ყველაფერს. ვაჟა, განსხვავებული ინტერესი რა გაქვს ცხოვრებაში? რითი ერთობით ხოლმე თავისუფალ დროს, როცა საბიბლიოთეკო საქმეებს მოგვარებთ იქ და რაღაც. განსხვავებული ინტერესი, ბევრი ჰობი მაქვს, ასე რომ ვთქვათ, მაგალითად კითხვა, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი ჰობია, წერგიდას რაღაცებს, ჩემთვის უბრალოდ ჯერ ლექსებს თუ? ლექსებსაც და მოთხრობებსაც. თემა რა არის? ყველაფერი, რაც თუნდაც აი დღევანდელობა მაგალითად. თუნდაც სიყვარული, რასაც ყველა წერს უკვე. არ გამოგიქვეყნებია სოციალურ თქვენთვის ინახავთ ჯერჯერობით? ჯერჯერობით ჩვენთვის ინახავ. და დადგებად რომ როცა იგრძნობ რომ უნდა გამოაშკარავო?
დიდი ალბათობით უკვე ცოტა დასრულა საქმე. ანუ გასაგებია. კიდე სხვა ინტერესები? კიდე კრივით ვარ დაკავებული ვარჯიშობ. ბევრი რამე, აი ვიდეო თამაშები მაგალითად. დიახ. რაღაცებს აწყობა, გაგეთება. სპორტი, გარდა კრივისა? გარდა კრივისა კალათბურთი ვცადი ადრე, მაგრამ არ არის ჩემი სპორტი. რატო? ბურთი არა, უფრო ჩემი მოშტი კრივი უფრო არის ჩემი საქმე. იმედია კარგად მოიქცევი და მოშსარფინგე. ქალბატონებს არის შით, კარგი, უცებ შიშბაშები. კარგით, ანუ სტუდენტის სტატუსის აღდგენა რჩება დღეს წესრიგში. კი, აი და მაგრამ უფრო შეიძლება რომ ხა საზღვარგარეთ მოდივარ მე ოჯახთან ერთად ფინანსური მდგომარეობის გამო ცოტა და როდესაც დავბრუნდები მინდა რომ ხელახლა ჩავაბარო სამართალი მინდა რომ ოჰო ავიღო და ამ საქმეს გავყვე მინდა რომ ბევრი მეუნება რომ აი რაღაც მიხვედრილი გონება და ზოგადად დეტალებზე დაკვირვება მიყვარს ძალიან და მეუნება რომ დეტექტივი იქნები კარგი შემო და შემდეგ დეტექტივებს დაძე დიახ შეიძლება რამდენხნიანი განშორება გიწევს სამშობლოსთან თუ ჯერა ცირე ხანს მაგრამ შეიძლება გაიზარდოს კიდეც როგორც წარიმართა საქმე და მეორე პროფესიაც მინდა რომ აი მსახიობობა მინდა ძალიან კიდევ ბავშვობიდან ოცნება არის ეს თეატრის თუ თეატრის და კინო ორი კარგი, ეს ინტერესი ბავშვობიდან მოდის. კი, ბავშვობიდან მოდის ეს ინტერესი ძალიან. საყვარელი მსახიობი ვინ არის? საყვარელი მსახიობი ქართველი თონიკა გოგრიჯიანი ალბათ ბევრისთვის საყვარელი არის და უცხოელი არის კრისტიან ბეილი. იმედია გიხილავთ როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოებში გადაგიღებენ. იმედს დავიტოვებ, თავარი, ანუ რა მიგაჩნია, ხო, ეხლა ჯერ ადრეა და შეიძლება ვთქვათ, რომ წარმატებაც ისეთი პროცესია, ხო, დღეს არის შეიძლება ხვალ არ იყოს, ანუ თან გაიხსენე, რომ ჩვენი საგმირო საქმეებით უნდა ვახსოვდეთ ადამიანებს და შეიძლება ცოტა ხანი ვიყოთ, მე გისურვებ რა თქმა უნდა დიდი ხანი იყო, მაგრამ რაღაც ღირებული უნდა გავაკეთოთ. ანუ გარდა შრომისა, როგორ რა მიგაჩნია წარმატების ფორმულად? წარმატების ფორმულად მიმაჩნია პირველ რიგში მიზნის დასახვა. მიზნის დასახვა ერთ-ერთ ჩემს საყვარელ წიგნში იყო მიზნები ესე წიგნს ეწერა რომ მიზნის დასახვა არ არის რომ აი ეს მინდა ეს არ არის მიზანი არის განსაზღვრული კონდეს რა გინდა როდისთვის გინდა რომ მოხდეს და შემდგომ აი თავისით მოხდება ყველაფერი ადამიანი დაპროგრამებული როგორც კომპიუტერი ასე წეს ის წერალი რომ აი როდესაც მიზანს აირჩევს და მიხვდება რა ის არის მისი გზა შემდეგ სამყარო თავისით უბიზგებს რომ ეს ყველაფერი გააკეთოს აი როგორც ჩემ შემთხვევაში მაგალითად როდესაც ვეფხისტყაოსნის სწავლა დავიწყე აი ბევრჯერ ყოფილა ეს მომენტი რომ აი როგორც აღნიშნეთ ბავშვები თამაშობდნენ მეც მომდომებდა თამაში მაგრამ აი ჩემი თავის მithქვია რომ დაწყებული საქმე უნდა დაასრულო. ეს არ თავი რომ რასაც დავიწყეთ დავასრულოთ. მაშინ საერთოდ არ დავიწყოთ ჯობია თუ დასრულებას არ ვაპირებთ. ნამდვილად. მაგრამ მან გარკვევა ცოტა რთულია. შესაძლოა მიზნის დასახვის დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მიზნები სრულდება. ცუდი რაღაცები არ გაგვექნება. ცუდი მიზნები, კარგი მიზნები უნდა დავისახოთ და ავასრულოთ აუცილებლად. ჯამში ამ წელს როგორ შეაფასებთ, როგორი იყო თქვენთვის და რა გასწავლოთ? ამ წელმა ბევრი რამე მასწავლა. ბევრი ადამიანი მაგათ ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი მეგობარი დავკარგე და დააბალანსა ერთმანეთი? მთავარი ეგ არის ალბათ ბალანსი. ცუდი ხალხი დავკარგე, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ვიდრე კარგი ადამიანები და ამისთვის მადლიერო ვარ უფლეს, რომ დამანახა ვინ იყო ნამდვილი და ვინ იყო qalbi ასე რომ ვთქვათ. და საერთოდ ჯამში კარგი წელი იყო ჩემთვის პირადად, ჩემი წარმატებებისთვის, მithumetes ეს ბოლო პერიოდი ახლა როდესაც უკვე პოპულარობა წამოვიდა, საერთოდ დააგვირგვინა 2025 წელი. და 2026 წელს მინდა რომ უკეთესად უფრო მოძლიერებული, უფრო ბეჯითად შევხვდე და უფრო წარმატებებს მივაღწიო და მიზნებს. გისურვებ ცხადია ბევრ წარმატებას, ერთი წლით დაგემშვიდობების სულ მცირე. სესიამოვნო თავგადასავლებს გისურვებ, არ ვიცი რომელ ქვეყანაში მიბრძანდები, მაგრამ ერთგვარი გამოცდილებაც იქნება და რაიც იქ რამუზები გადაგეყრება ქუჩაში სეირნობის ჟამს. მადლობა რომ დრო დაგვითმე, სესიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, დროებით დაგემშვიდობები ნახავთ. მადლობა რომ მომიწვით. დროებით. ძვირფასო ტელემაყურებლობა დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. თქვენთვის რა თქმა უნდა ბედნიერი დღემისორობია. შეგახსენებთ რომ მე ნანა თევდორაძე ვარ, კაცრი მიღმალიკა ჩოგავაძე მუშაობდა. გემშვიდობებით ხალხმზე საუკეთესო სურვილებით. ხვალ კინოს დღე გვაქვს და ზალხონელიძესთან ერთად შემოგიერთდებით 13 საათიდან გადმოვერთეთ მეგაზე და დაგვიმეგობრდით. გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.